გამარჯობა, მე ვარ სალომე ვებკოდიდან და ამ გაკვეთილში ვისაუბრებ ინტერნეტის მუშაობის პრინციპზე. ცოტამ თუ იცის, რა არის ინტერნეტი ზუსტი განმარტებით. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს არის რაღაც ღრუბელი, რომელიც ცაში დაცურავს, არის სუპერკომპლექსური და რთული გასაგებად, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. ინტერნეტი ძალიან მარტივია, ეს არის რაღაც გრძელი კაბელი, რომელიც ბევრ სხვადასხვა კომპიუტერს ერთმანეთთან აკავშირებს. ერთი კომპიუტერი შეიძლება იყოს მაგალითად თბილისში, მეორე შეიძლება იყოს საერთოდ ლონდონში. ეს კაბელი ამ ორ კომპიუტერს ალაპარაკებს ერთმანეთთან და ცვლის ინფორმაციას მათ შორის. ზოგიერთ კომპიუტერს უფრო დიდი დავალება აქვს, ის კავშირზე უნდა იყოს ინტერნეტთან 24/7-ზე და მზად უნდა იყოს მოგაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია, მაგალითად Facebook.com-ის ჩაწერის დროს გახსნას Facebook-ის გვერდი. ასეთ კომპიუტერს ეწოდება სერვერი და ევალება, რომ მოგემსახუროს, ანუ მოგაწოდოს ყველა ფაილი, რომელიც ვებგვერდს ეკუთვნის. თუ ამ კომპიუტერს სერვერი ეწოდება, კომპიუტერს, რომელიც ინფორმაციას სერვერისგან ითხოვს, კლიენტი ქვია. წარმოვიდგინოთ სერვერი, როგორც ბიბლიოთეკა, რომელიც ღიაა 24/7-ზე, სადაც მიდიხარ და ეძებ წიგნს სახელად google.com ან facebook.com. თაროზე ნახულობ ამ წიგნს, ანუ ბიბლიოთეკა გემსახურება, რომ მოძებნო შესაბამისი ინფორმაცია. ინფორმაცია განლაგებული არის თაროებზე. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს გიგანტური ბიბლიოთეკა, სადაც ათასობით თაროა და ზუსტად მანდ უნდა მოძებნო წიგნი სახელად tiktok.com. რთული არის, არა? სწორედაც ინფორმაციის სწრაფად დამუშავება ინტერნეტმა გადაჭრა და ნახე როგორ. მოდი საძიებო ბოქსში ჩავწეროთ google.com, რადგან გვსურს, რომ Google-ის მთავარ გვერდზე გადავიდეთ და ზუსტად ამ დროს ვნახოთ, რა ხდება გულისებს მიღმა. ბრაუზერი, რომელშიც კლიენტმა ჩაწერა google.com, უგზავნის შეტყობინებას ISP-ს, ანუ ინტერნეტ პროვაიდერს. ეს არის ხალხი, რომელიც უზრუნველყოფენ, რომ დაგვაკავშირონ ინტერნეტთან. მაგალითად, საქართველოში Silknet-ი, Magti და ასე შემდეგ. UK-ში არის მაგალითად B+T-ო, TalkTalk. შეტყობინება, რომელიც ISP-ს გაეგზავნა, გამოიყურება ასე. მე მინდა ვნახო Google-ის გვერდი. ISP თარგმნის ამ შეტყობინებას DNS სერვერისთვის გასაგებ ენაზე. DNS-ი ეს არის domain name სისტემა და DNS-ი იგივეა, რაც ტელეფონების წიგნაკი. პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად. ჩვენ გაგზავნილ შეტყობინებას DNS-ი ეძებს მონაცემთა ბაზაში, რომ იპოვოს ის კონკრეტული IP მისამართი, რომელიც google.com-ს ეკუთვნის. ახლა კი ვთქვათ, რას ნიშნავს IP მისამართი. ინტერნეტთან დაკავშირებულ აბსოლუტურად ყველა კომპიუტერს აქვს უნიკალური IP. თითქოს ეს არის საფოსტო ინდექსი ჩვენი კომპიუტერისთვის ან პირადობის მოწმობის მსგავსი ჩანაწერი. როდესაც ხალხს სურს გააგზავნოს ან მიიღოს შეტყობინება, თითოეული კომპიუტერი თავისი IP-ით მითითებულია ეგრეთ წოდებულ სატელეფონო წიგნებში. იგზავნება ან მიიღება შეტყობინება სწორედ ამის მსგავსად. შეტყობინების დამუშავების შემდეგ DNS-ი ISP-ს გავლით კლიენტის კომპიუტერს უბრუნებს პასუხს, რომელიც არის ზუსტად IP მისამართი. მე გასწავლი ახლა პატარა ხრიქს, როგორ გავაცო მეგობრები. შეგიძლია, რომ ბრაუზერში google.com-ის მაგივრად google.com-ის IP მისამართი ჩაწერო და პირდაპირ ეს გვერდი გაიხსნება. ეს შეგიძლია მოძებნო NS lookup-ზე, სადაც ჩაწერ ნებისმიერი ვებგვერდის სახელს და ამ ვებგვერდის შესაბამისი IP დაგხვდება. ჩვენ მოვძებნოთ google.com-ის IP, მოვაკოპიროთ ეს IP და ჩავწეროთ საძიებო სისტემაში და ვნახავთ, რომ გაიხსნება სწორედ Google-ის homepage. რომ შევაჯამოთ, ინტერნეტი ყოფილა კაბელების ხე, ანუ კავშირი, რომელიც ერთმანეთთან სხვადასხვა კომპიუტერს აკავშირებს. თუმცა არსებობს უფრო დიდი გიგანტური კავშირი, რომელიც მსოფლიოს ყველა კომპიუტერს აკავშირებს ერთმანეთთან. არსებობს ზღვისქვეშა მასიური კაბელები, რომლებიც დედამიწის კონტინენტებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს ინფორმაცია შეგიძლია ნახოს submarineCableMap.com-ზე. შეგიძლია ნახოს სადრე კაბელი გადის და რომელ კონტინენტებს აკავშირებს ერთმანეთთან. ეს ზღვისქვეშა კაბელები ძალიან მასიურია და თითოეული მათგანი ამუშავებს 400 გიგაბაიტამდე წამში, რაც გასაოცარია. კაბელი შიგნიდან აი ასე გამოიყურება და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ლამაზი და შთამბეჭდავია, არა? მე პირადად ძალიან მომწონს მისი აგებულება.
დავიმახსოვროთ, როდესაც შევდივართ ვებ-გვერდზე ან ვაკლიკებთ ღილაკს, request-ი ანუ შეტყობინება იგზავნება, მუშავდება, რამხელა გზას გადის წყლის ქვეშ და ამისთვის, რაც მჭირდება მხოლოდ და მხოლოდ IP მისამართის ჩაწერაა საძიებო სისტემაში. წარმოიდგინე, უამრავი ელექტროსიგნალი მოძრაობს სინათლის სიჩქარით ოკეანეებში, დედამიწის გარშემო, რომ მეწამის მიასეთში მივიღო საჭირო ინფორმაცია. აი ესეთი გასაოცარია ინტერნეტი. ჩვენ კი შევძლებთ გავაკეთოთ ჩვენი ვებ-გვერდები, რომლებსაც შემდეგ ინტერნეტის დახმარებით მოძებნიან. ამისთვის კი გვჭირდება ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ვებ-გვერდები. შესაბამისად, ჩვენ შევხვდებით შემდეგ გაკვეთილზე.